დღემშვიდობისა, მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე ქეთი გეკელიასთან და დავით არჩიასთან ერთად დათო მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ვირფას მამურებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღეს ნამდვილად განსაკუთრებული და გამორჩეული დღე გვაქვს და რატომ? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სტუმარი უკვე გველოდება სტუდიაში, ჩვენ შემოგვიერთდებიან ჩვენი არხის თანაწამყვანები, ჩვენი გადაცემის თანაწამყვანები, თავისი თემებით, სტუმრებით, რუბრიკებით და მოკლედ ყველანი ერთად ასე მახიანად დავიწყებთ პარასკევ დღეს. ახლა რაც შეეხება ჩვენს პირველ სტუმარს, ის გახლავთ პროფესორი, ემბრიოლოგი, პათანატომი და კიდევ ძალიან დიდხან შემიძლია გავაგრძელო მისი რეგალიები, თუმცა ამ ეტაპზე აქ გავჩერდები. ქალბატონი ნინო მუსერიძე და ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდებში გავრცელებულ პრობლემებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე. თუმცა აქვე დავამატებ ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქველმოქმედო ფონდის შენთვის დამფუძნებელი. ვერ მოვითმინე ნინო და ეს რეგალიები ბოლომდე უნდა ჩამეყვანო. დღემშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. მოწვევისთვის. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა და ამ თემებზე სასაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ყველა იმ ქალბატონისთვის, ვისაც დედობა სურს. როგორია დღეს რეპროდუქციული მედიცინის მთავარი გამოწვევები? დღევანდელ დღეს ვფიქრობ, საქართველო არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული პროცენტობით, რაც მსოფლიოში ყველგან არის და დაახლოებით 15%-ია ქალისა და მამაკაცის უშვილობა, პრაქტიკულად 18%-ზე მეტია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით უშვილობის თემა ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ქალის პრობლემა ყოველთვის უფრო ჟღერდება ხოლმე, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის თემა პრაქტიკულად ერთნაირად არის 40-40%-ია, შემდგომ არის შეიძლება არ იყოს ერთ-ერთი მათგანი, შეიძლება ორივე და ასევე არსებობს გაურკვეველი ეტიოლოგიის უშვილობა, ანუ დაუდგენელი გენეზის, როდესაც შეიძლება ერთიც ჯანმრთელი იყოს, მეორეც ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ერთად მათ შვილი არ ყავდეთ. შესაბამისად, ძალიან დიდი პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ ის 15 და 18% მაინც ძალიან ბევრია, როდესაც 3,5 მილიონიან ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ეს პროცენტული მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იზრდება, ნინო? თუ რაღაცა ახალი კვლევები ემატება, ამის მიხედვით უფრო მეც ვიგებთ და ამიტომ ახალი კვლევები ემატება, ამის მიხედვით უფრო მეც, მომართვიანობაც უფრო მაღალია, გაიზარდა. ეს კულტურა ჩვენში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე, თქვენ საუბრობთ ამაზე, ტელევიზია, რადიო, სოციალური ქსელი, ეს პრობლემა ადრე ტაბუდადებული იყო უფრო და აქედან გამომდინარე რაღაც სტიგმა არსებობდა. დღევანდელ დღეს ამაზე ვსაუბრობთ, წყვილი მოდის. ანუ უხერხული აღარ არის უკვე წყვილებში, ანუ ქალები მარტო არ მოდიან, როგორც ხდებოდა ხოლმე და როგორც წესი ყოველთვის დამნაშავე იყო ქალი, ასე აღარ არის, იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება როგორც ქალი რეპროდუქტოლოგთან მიდის წყვილი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, სანამ დადგება ეს პრობლემა, არა მარტო წყვილი, ახალგაზრდები თვითონაც მოდიან და აინტერესებთ თავიანთი რეპროდუქციული ფუნქცია, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს. აქედან გამომდინარე, უკვე სანამ ოჯახი შეიქმნება, მანამდე მომართვიანობაც გაიზარდა. ძალიან ბევრი ქალბატონი მოდის, რომელსაც უნდა კვერცხუჯრედის, ანუ ფერტილობის გადაბადება, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ შეიძლება გვაქვს რაღაც ასაკი, რომელ ასაკშიც არ ვქმნით ჯერ ოჯახს, ან არ ვაპირებთ, ან არ გვყავს უბრალოდ პარტნიორი და ვთვლით, რომ შეიძლება ამის გადაბადება. გადაბადებაში მასალის შენახვას გულისხმობთ? მასალის შენახვას. ანუ მეც ძალიან ხშირად მესმის ეს ფრაზა, რომ ჯერ კარიერა, ჯერ ვთქვათ, ჩემი საქმეებით დაკავება და მასალა შევინახავ და მოგვიანებით გავაჩენ. დღევანდელ დღეს, როდესაც ქალი არის ყველგან. ბიზნესში, საქმიანობაში, ანუ როგორ გითხრათ, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ჯერ ისწავლოს, მერე გაიკეთოს კარიერა, შესაბამისად ქალი უფრო აქტიურია დღევანდელ დღეს, ასეთი აქტიური ის არ იყო ბევრი წლების წინ. და შესაბამისად დღევანდელ დღეს აი სწორედ ის პრობლემა, რომ ქალს, რატომ ვასაუბროთ სულ ქალზე? იმიტომ რომ ქალი იბადება გარკვეული რეზერვით. ანუ
ჩვენ გვაქვს ბიოლოგიური საათი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე რატომ ქალი და რატომ არა მამაკაცი. და რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ასეც არ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ქალების შემთხვევაში და მით უმეტეს ფერტილობის დროს. ბიოლოგიური ასაკი გვაქვს. ბიოლოგიური ასაკი. რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ პლასტიკური ქირურგია, ასევე ესთეტიკური მედიცინა ძალიან კარგ შედეგებს გვთავაზობს და ძალიან კარგად გამოვიყურებით 55, 60, 70 წლის ასაკში, მაგრამ მაინც გვაქვს ბიოლოგიური ასაკი. ანუ ქალი იბადება გარკვეული რეზერვით და მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არ ექნება კვერცხუჯრედი. და მამაკაცი მომწიფების პერიოდში იწყება სპერმატოგენეზი და მთელი ცხოვრების განმავლობაში მას აქვს ეს სპერმატოგენეზი. აქედან გამომდინარე, ქალს აქვს ბიოლოგიური ასაკი და ეს ასაკი აბსოლუტურად განსხვავებულია. იცით? განსხვავებულია ყველა შემთხვევაში, ამას გულისხმობთ, იმიტომ რომ ყველას განსაკუთრებული რაოდენობის კვერცხუჯრედი აქვს. ხო, ვიღაცა შეიძლება ერთი რაოდენობა ჰქონდეს, მეორე ასე იბადება ქალი და ამას ვერ შეცვლის. და ეს არის გენეტიკურად განპირობებული ჩვენი მშობლებიდან. და შესაბამისად სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული პასუხი მიიღოთ იმისა, რომ შეიძლება რეზერვი ერთს ჰქონდეს 53 წლის ასაკში აბსოლუტურად ნორმალური, პირიქით მიიღოთ 20-25 კვერცხუჯრედი და შეიძლება 23 წლის ასაკში პრაქტიკულად არ ჰქონდეს. დაზოგვა რამდენად შესაძლებელი. აი ეს ქალები, ვისაც ყავს 5, 7, 10, ნუ მრავალშვილიან ოჯახებზე არის საუბარი. ასეთი ქალები გამოდის, რომ ზოგავენ კვერცხუჯრედს იმის ხარჯზე, რომ თქვათ მრავალშვილიანები არიან. ხო, სწორია? რა თქმა უნდა. ჩვენი მაგალითად ვართ 35 წლის და ჩვენი ფერტილობა თანდათან უკან წავა და არა ასე ვთქვათ, არ რეგრეს არ განიცდის ამ შემთხვევაში. 35 წლამდე ითვლება, რომ პრაქტიკულად ჩვენ კარგი რეპროდუქციული ფუნქცია გვაქვს და 35 წლის მერე ის პრაქტიკულად ნახევრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე გადავდივართ 35 პლუსი ასაკობრივ კატეგორიაში. 40 პლუსი, რო ვისაუბროთ ამაზე, 40 პლუსი ჩათვალეთ, რომ ყოველი თვე ალბათ 1 წელია. ანუ 40-ის მერე კიდევ უფრო ჩქარდება ჩვენი ბიოლოგიური საათი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ბიოლოგიურ საათზე, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ თუ 20 წლის ასაკში ვყინავთ კვერცხუჯრედს მაგალითად, აბსოლუტურად საკმარისია 8 კვერცხუჯრედი იმისთვის, რომ ერთი გენეტიკურად ჯანმრთელი შვილი მიიღოთ, წარმოიდგინეთ. მაგრამ თუ 35 წლის შემდგომ ვყინავთ, აქ უკვე საჭიროა 20 და მეტი კვერცხუჯრედი იმისთვის, რომ მივიღოთ ჯანმრთელი თაობა. ნახეთ, 35 პლუსი. როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვსაუბრობთ უკვე გენეტიკურ აბერაციებზე, ვსაუბრობთ დაახლოებით 20-30% დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი, ქრომოსომული პათოლოგიები. ესეც ერთვება. ანუ ასაკობრივ კატეგორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ნაადრევი განლევის სინდრომზე, ნაადრევი განლევის სინდრომიც არსებობს. ანუ მაგალითად, რას ნიშნავს? შეიძლება ვიყო 23 წლის, მაგრამ მქონდეს ძალიან დაბალი რეზერვი კვერცხუჯრედებისა. იცით, ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული მაგალითად ყიფე X ქრომოსომაზე, ანუ შეიძლება ეს გენეტიკურად განპირობებული იყოს და X ქრომოსომას გადმოყვებოდეს, მაგრამ შესაძლებელია უბრალოდ ასეთი რეზერვით დავიბადეთ, იმიტომ რომ ბებოს და დედასაც ასეთი რეზერვი ჰქონდა. მაგრამ ნახეთ, როგორც ისაუბრეთ, თუ მე გავაჩენ 5 შვილს და მივაყოლებ ამ შვილებს ერთმანეთს, შესაძლებელია ეს ასაკი გაიზარდოს და გადავავადო ჩემი შვილოსნობა. მაგრამ ნახეთ, როდესაც ვსაუბრობთ პირველი შვილის გაჩენაზე 44 და 45 წლის ასაკში, ეს უკვე გვიან არის. 20 პლუსიც კი ითვლება, რომ 20-დან 30 წლამდე ყველაზე კარგი ასაკია, როდესაც იდეალური ასაკი, როცა ვაჩენთ შვილს. 30 წელი უკვე რა ასაკში ეწერება ქალს აი ეს რაღაც საშინელი სიტყვა ხანდასმული. ის სიტყვა ხანდასმული მაინც 30-ის მერე ეწერება. 30-ის მერე ეწერება. ანუ შეიცვალა ზოგადად დამოკიდებულება და მიდგომა. მე ერთ მაგალითს გეტყვით, მე მყავს 3 შვილი. მესამე შვილი გავაჩინე 42 წლის ასაკში. რა თქმა უნდა. ასეც ვფიქრობდი ყოველთვის, რომ გვიან მინდოდა შვილის გაჩენა. მაგრამ მეგონა რომ რაღაც სამედიცინო საზოგადოებაც რაღაც შეჩეული იყო ამისადმი. მაგრამ ესე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველას ისე უკვირდა. არა და ყველაფერი პირიქით მოხდა 42 წლის ასაკში ყველაზე მარტივი, ყველაზე იდეალური იყო ჩემთვის, ჩემი პირადი მაგალითი ასე. გარდა ამისა, ალბათ იდეალურად შეერწყმეთ, სულ სხვანაირად შეხედეთ შვილოსნობას. ხო, დედობა
დედობასაც სხვადასხვანაირად აღიქვათ. რა თქმა უნდა, ეს გეთანხმებით სრულიად და სხვაგვარად ვართ მზად იმისთვის, როდესაც დედა გვქვია იმ 42 წლის ასაკში ისე კიდევ ცოტა არასწორად არის გადანაწილებული ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ კი არის იდეალური 20 წლიდან შვილოსნობა, მაგრამ არ არის ეს ქალი მზად ამ დროს შვილის გაჩენისთვის, იმიტომ რომ დედობა კიდევ სხვა ფუნქციაა, სხვა და რაღაც სხვა დამატებითი რესურსები გჭირდება, დრო, ენერგია და იმ სიყვარულის ჩადება, რომელიც საუცილებელია. თუმცა არ მგონია, რომ ნაკლები სიყვარული ჩაგედოთ ალბათ 20 წლის ასაკში. არა, ნამდვილად არა, მაგრამ მაინც რაღაცა სულ სხვანაირად შეგვიძლია. დედობა ყოველთვის არის დედობა. მე ვფიქრობ, დედობას არ აქვს ასაკი. და ჩვენ ვართ ქალები, რომლებსაც დედობა უდიდეს, რა ვიცი, უდიდესი მისია გვაკისრია ამ ქვეყანაზე და ვფიქრობ, რომ ყველა აუცილებლად უნდა გახდეს დედა და ამას ნამდვილად არ აქვს ასაკი, იმიტომ რომ მე ყველაზე ხანდაზმული 62 წლის მშობიარობა უკვე ჰქონდა და გააჩინა შვილი, გერმანელი ქალბატონია, რომელმაც გადაწყვიტა აი ესე ჯერ იყო child free, როგორც ახლა მოდაშია ხოლმე, არ მინდა შვილიო და მე აღმოჩნდა, რომ აი 55 წლის მერე მოუნდა შვილი. შესაბამისად, აი დღევანდელ დღეს ის უკვე დედაა და არის აღფრთოვანებული იმ ფაქტით, რომ ის გახდა დედა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასაკი არ აქვს დედობას რეალურად. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს ასაკობრივ კატეგორიაში, იმიტომ რომ აქ ერთვება სხვა დაავადებები, ასევე ბევრ რამეს უკან ვაბრუნებთ, ამიტომ ქალის ცხოვრებაში შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერებაზე გქნებათ, კვერცხუჯრედის შენახვაზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოვიკულიოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ონკოლოგიაზეც საუბრობენ, რომ ონკოლოგიას იწვევს ხომ, სხვადასხვა სტიმულაცია. მე ვფიქრობ, ამას არ იწვევს სტიმულაცია. უბრალოდ, როდესაც გვაქვს ჩვენ რაღაც პრობლემა და არ ვიცით ამის თაობაზე, თუ არ გამოვიკვლევთ პაციენტს და გამოკვლევა აუცილებლად ტარდება ნებისმიერ ასაკში. ეს იქნება 20 წელი, 25 თუ 45 წელი, აუცილებლად ტარდება ყველა კვლევა ფარისებრი ჯირკვლის, ძუძუ, საშუალოსნოს კვლევა. საიდან იწყება ეს კვლევები? ეს კულტურა როგორც ჩანს უკვე დაინერგა ჩვენს ქვეყანაში, წყვილები მოდიან, იკვლევენ საკუთარ ორგანიზმს და შემდეგ უკვე გეგმავენ შვილოსნობას. აი, რა აუცილებელია, რა არის ის აუცილებელი კვლევები, რომელიც ყველმა უნდა ჩაიტაროს? ქალის მამაკაც შემთხვევაში. აუცილებელი კვლევებია რეალურად, რომ სკრინინგი ჩატარდეს ორივე ქალისაც და მამაკაცისაც. შესაბამისად, მამაკაცში აუცილებლად სპერმოგრამა ტარდება, აგრეთვე დნმ ფრაგმენტაციის ტესტი უნდა გავიგოთ, რომ დნმ-ი ყველაფერი კარგად არის და არ არის დაზიანებული. შესაბამისად, მორფოლოგიურად რომ აბსოლუტურად ნორმალურია. შესაბამისად, ძალიან ხშირად ამერიკაში მაგალითად წყვილი, როდესაც მიდის ექიმთან, მათ იციან თავიანთი გენეტიკური მტარებლობაც კი. ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ გენეტიკურ სკრინინგს, ვინაიდან არც ერთმა ადამიანმა რეალურად რომ იბადება, სულ არ იცის რა გენებს ატარებს და რა დაავადებების მტარებლები ვართ. მე მაგალითად პირადად სრულად გამოვიკვლიე ჩემი ეგზომი, მაინტერესებდა. ისა მინდა გითხრათ, რომ ხანდახან ეშინიათ ხოლმე, იქნებ რა ვნახო. და ვნახოთ, ანუ ყველაფრის პრევენცია შეიძლება. პროფილაქტიკა ჩემის აზრით ყველაზე დიდი რამ არის, რაც შეიძლება ჩვენ მივცეთ საზოგადოებას. დღევანდელი მედიცინა გვთავაზობს იმას, რომ პროფილაქტიკით შენ შეგიძლია დააზღვიო შენი მომავალი. შესაბამისად, ის სკრინინგ ცენტრები, რომელიც დღეს ონკოლოგიურ პაციენტებისთვის არსებობს ონკოლოგიაში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ძუძუს კიბო, საშუალოსნოს ყელის კიბო, პრაქტიკულად ნაწლავის კიბო, პროსტატის კიბო, ყველაფრის პრევენცია არსებობს, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ შეუძლია ყველამ ჩაიტაროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ეს კვლევა გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ. თუმცა ონკოლოგია დღევანდელ დღეს პრაქტიკულად განაჩენი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი მყავს, ვინც მოდის და საკუთარი ბიოლოგიური მასალის შენახვას ახორციელებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თავისუფლად შეიძლება ყავდეთ შვილი. და იცით რა, ძალიან იმედის მომცემია, როდესაც მოდის შენთან პაციენტი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომავალში მან შვილი უნდა გააჩინოს. მან უკვე გაიმარჯვა იმ დაავადებაზე, რომელთანაც ის ამ მასალის შენახვა თქვა რამდენი ხანი შესაძლებელია წელი? მასალის შენახვა პრაქტიკულად ადრე ითვლებოდა, რომ რაღაცა 5 წელი და მეტი არა მერე ფრაგმენტირებს დნმ-ი. დღევანდელ დღეს 25 წლის შემდგომ არის დაბადებული ბავშვი. შესაბამისად, იცით
პრაქტიკულად დღევანდელი მეთოდიკით რაც ხდება, ძალიან კარგად ინახება კვერცხუჯრედი, პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია, რა ვიცი, 20 წლის ასაკში შენახული კვერცხუჯრედით გავაჩინოთ 45 წლის ასაკში შვილი და 50. და მნიშვნელოვანია ის, რომ იმდენად დაიხვეწა გაყინვის მეთოდები, გამოყინვის მეთოდები, რომ პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ იცით რა, როცა ინახავ უჯრედს, პრობლემა არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, თუ ის არ დაგჭირდება, შეგიძლიათ გაანადგუროთ, არანაირი პრობლემა არ არის, ეს ხო არ არის ემბრიონი. და როდესაც ვსაუბრობთ უჯრედებზე, თავისუფლად შეგვიძლია შევინახოთ კვერცხუჯრედი, დაგჭირდება გამოვიყენებთ, არ დაგჭირდება და არ გამოვიყენებთ და ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია რომ გააქვს ამის შანსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელი იცით რა, როცა გავაჩენ ახლა სამ შვილს, რა თქმა უნდა ის კვერცხუჯრედი არა უშავს, იყო და აღარ მაქვს, ხო? მაგრამ როდესაც სჭირდება პაციენტს და მაგალითად მან არ იცოდა რომ შეიძლებოდა კვერცხუჯრედი გაეყინა. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე რომ ჰოლივუდში 45-48 წლის ასაკში აჩენდნენ შვილებს და თავი კი ბატონო, მაგრამ მათ პირველი ინახავენ ბიოლოგიურ მასალას, შესაბამისად მათ შეუძლიათ ნებისმიერ ასაკში შემდგომ გააჩინონ საკუთარი გენეტიკური შვილი. რაც გავგვაჩნია ჰოლივუდის დღევანდელ დღეს რეალურად ყველაფერი ეს შეგვიძლიათ ჩვენს აბსოლუტურად ყველა ტიპის კურნალობის მეთოდი, რაც კი არსებობს იმდრო განაყოფიერებაში. საქართველოს დღევანდელ დღეს არის ჰაბი, აბსოლუტურად ყველა სიახლე გვაქვს, როგორც AI არჩევაში, როგორც კვერცხუჯრედის, ასევე ემბრიონის, ასევე სპერმატოზოიდის. პრაქტიკულად ერთი სპერმატოზოიდი თუ გაქვთ, წარმოიდგინოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება შვილი საერთოდ არ ყოლოდა. დღევანდელ დღეს ჩვენ ბუნების წინააღმდეგ მივდივართ და ამ ადამიანებს საკუთარი გენეტიკური შვილები ყავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თემის შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც დღევანდელ დღეს არსებობს, ძალიან ბევრი დაავადებისგან გვიცავს მომავალში. ასევე წყვილებს, რომლებსაც ყავთ მაგალითად გენეტიკურად არაჯანმრთელი შვილები და მათ ეუბნებიან, რომ აი თქვენ, ვინაიდან ერთნაირი გენების მტარებლები ხართ, არ გეყოლებათ მეტი შვილი. კი, ეყოლებათ და ძალიან ბევრი ასეთი წყვილი ყავს, რომელსაც ყავთ პირველი შვილი, რაღაცა გენეტიკური პრობლემით დაბადებული, მაგრამ მეორე ბავშვი და მესამე ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელები გააჩინეს. ჩვენ ძალიან ბევრი მუტაციის მტარებელი შეიძლება ვიყოთ. გაუცნობიერებლად ასე წინასახმო. გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა. იცით რა, ის რომ ესეთი დაავადებები არ იყო ჩვენს რომელიმე თაობაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვატარებთ ამ დაავადებებს. ყველა დაავადების გენი ძირითად შემთხვევაში არის რეცესიული, რას ნიშნავს? ანუ ჩვენ გვაქვს ორი გენი, ერთი ჯანმრთელი, მეორე არაჯანმრთელი. შესაბამისად, ის არაჯანმრთელს ჯანმრთელი ყოველთვის დომინირებს, ასე ვთქვათ, და ჩვენ ვართ ჯანმრთელები, მაგრამ შეიძლება ვატარებდეთ ძალიან ბევრ დაავადებას და თუ ეს წყვილები ერთმანეთს შეხვდებიან და ეს ორი დამოუკიდებლად არსებული პიროვნება, ასე ვთქვათ, შეხვდა ერთმანეთს, მათ აქვთ ერთნაირი გენების მუტაცია, ის თუ ნაყოფში შეხვდა ერთმანეთს, ამიტომ არის თვითნებითი აბორტები ძალიან ხშირად. შეწყვეტილი ორსულობები, რომელსაც ასევე შეიძლება პრობლემა იყოს იმ გენეტიკური მუტაციების მტარებლობა. ძირითადად 12 კვირამდე შეწყვეტილი ორსულობები ითვლება, რომ რაღაცა პრობლემა იყო ნაყოფში. შესაბამისად, მე რამდენი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ უნდა მოგმართოთ წყვილმა? რეალურად ორი შეწყვეტილი ორსულობა თუ არის, უკვე მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა რეპროდუქტოლოგს მიმართოს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ასაკი უფრო დიდია, დაუშვათ 20-25 წლის შემთხვევაში, ჯობია რომ პირველივე ვიზიტი განახორციელოს რეპროდუქტოლოგთან, დაგეგმოს ეს ორსულობა, თუ რაიმე პრობლემა ასევე გამოიკვლიოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყვილმაც გაითავისოს, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც შეიძლება გქონდეს და არ ვიცოდეთ. არის ჯერ ერთი ძალიან ბევრი დაავადება გენეტიკურად განპირობებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველას რაიმე პრობლემა აქვს, თუმცა როცა მიზეზი ვიცით, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის ის შემთხვევა, როდესაც არ ვიცით მიზეზი, გაურკვეველია, რატომ არ ხდება ორსულობა, რატომ დგება ორსულობა ან წყდება, მაგრამ როცა ვიცით, პრაქტიკულად ყველაფრის მიღწევა და მიზნის მიღწევა შეიძლება. ნინო, ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა კვლევებზე, ვისაუბრეთ გენეტიკური მასალის შენახვაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც რა თანხებთან არის, რა ხარჯები აქვს პაციენტს ამ დროს.
ვერ გეტყვით, რომ ეს ხარჯები ცოტაა და ძალიან ვიმედოვნებ, რომ დადგება ერთხელ დღე, როდესაც ალბათ სახელმწიფოს ჩაერთვება ამ სერვისის დაფინანსებაში, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, ეს სერვისი ფინანსდება. იმიტომ რომ დემოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღევანდელ დღეს აჭარის პროგრამა არსებობს, სადაც სახელმწიფო აფინანსებს სოციალურად დაუცველ წყვილებს, ასევე მასწავლებლებს, შშმ პირებს და ჩვენ უკვე დაახლოებით 30 თუ 40 ბავშვი გვყავს დაბადებული სწორედ ამ პროგრამით და ძალიან ამაყივარი იმით, რომ ეს პროგრამა არსებობს. მე ვფიქრობ, ეს პილოტური პროგრამაა და ალბათ სახელმწიფო აუცილებლად განსაზღვრავს იმას, რომ ალბათ თბილისშიც და მთელს რეგიონებში, როგორც ონკოლოგიას დღევანდელ დღეს პრაქტიკულად დაიწყეს ფონდებმა, მაგრამ გადავიდნენ და პრაქტიკულად ბავშვთა ონკოლოგია, დიდების ონკოლოგია, ონკოლოგიური დაავადებები, ყველაფერს დღევანდელ დღეს სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ასევე ვფიქრობ, რომ რეპროდუქტოლოგიურ ჯანმრთელობასაც აუცილებლად აიღებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენნაირი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ერთი შვილი მაინც ყავდეს. და წარმოვიდგინეთ, ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანაა, ხო? მაგრამ ისრაელში 3 შვილი სანამ არ გაგიჩნდებათ, სახელმწიფო აფინანსებს 3 ინვიტრო განაყოფიერების პროცედურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინახავს ასეთი რაოდენობის ორსული არც ერთ ქვეყანაში, რაც ისრაელს გავს. იყო მშობელი და ქვეყანას მოავლინო ახალი სიცოცხლე, ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ ნამდვილად არაფერი, ასე რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დღე დადგეს ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა, ნინო. მე მგონი ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ, არჩევები მიეცით ჩვენს მაყურებელს. დაგემშვიდობებით, ჩვენი გადაცემა გრძელდება სარეკლამო ბლოკი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.